საკრებულოს ოპოზიციის ინტერფრაქციული ჯგუფი მერის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატების შეკითხვებს და სქონების მართვისა და იურიდიული სამსახურების წარმომადგენლები პასუხობდნენ. 2010 წელს მუნიციპალიტეტიდან თანამშრომელთა დათხოვნის ფაქტი, მერის შვილობილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების დაკომპლექტების წესი და თბილისის სქონების გასხვისება იყო საკითხები, რომელთა შესახებაც დებატები საკრებულოში თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დღესვე შეხვდებიან მუნიციპალური შესყიდვების და აუდიტის სამსახურების ხელმძღვანელ პირებსაც უკვე მომდევნო კვირიდან კი თბილისის განვითარების შესახებ საკრებულოს ოპოზიციის წევრთა შეკითხვებზე პასუხების გაცემა რაიონული გამგეობის წარმომადგენლებს მოუწევთ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი თემა უკავშირდება იმ 700 ადამიანის გათავისუფლების საკითხს, რომელიც ბატონი გულავას მიღებული გადაწყვეტილებით გათავისუფლდა საკრებულოს მერიიდან რაიონული, ასე ვთქვათ, გამგეობებიდან. იყო პოლემიკა, იყო ასთა სხვადასხვაობა. მე ვისურვებდი, რომ შემდგომ შეხვედრაზე, რომელიც ასევე ვერდიულ სამსახურს რამდენიმე კვირაში, ასე ვთქვათ, იქნება ჩვენთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხი არ ყოფილა დღეს გაცემული იქნება უფრო ამოწურავი პასუხი. დასმული იყო სამეთვალყურეო საბჭოების საკითხი, დასმული იყო თვითმმართველობის ორგანოებიდან დათხოვნილი მოქალაქეების სამსახურიდან წასული მოქალაქეების კანონიერების საკითხი. ეს ჩვენ ვთვლით, რომ აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაში იყო განხორციელებული, მათ შორის რამდენიმე შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლო დავაც და ჩვენ მზად ვართ, რომ სწორედ ასე ცივილიზებული გზით იქნეს განხილული ეს საკითხები. ეს არის გაყიდული ქონებები და ამ შემთხვევაში ჩანს გარკვეული კორუფციული სქემებიც. სამწუხაროდ, როგორც სხვა შემთხვევაში დღეს ისევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან იყო სტანდარტული პასუხები. ელემენტარულად არსებობს ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპცია, ხო? ყველა საკითხი გადაცემული არის სამართალდამცავ ორგანოებში, ისინი შეისწავლიან და თუ რომელიმე ობიექტის პრივატიზებაზე არსებობს რაიმე პასუხისმგებლობა, მე მზად ვარ პასუხი ვაგო.